აი მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა რაღაცნაირად რო განაღოთ, ესა ახლა თურქების მაღაზია. და აი პროდუქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ძირითადად არის თურქეთიდან შემოტანილი, ადჟერ ჩავწერე ამ თემაზე ლაივი, წავედა ვათვალიეროთ თან. და ნუ ახლა ქართულ მაღაზიებს მარტო ქართველი მოსახლეობის გატყეებაზე რო არიან დედააფეთქებული გადასულები და მოგთამენ ის ფასების შესწავლელი კომისია და დაგვიდენ რომ თურმე აი კაცო ყველაფერი კარგათაა, ყველაფერი ნორმალურ ფასებშია. ძალიან კარგადაა შეუძლიათ რომ შეიმასკლან მაღაზია გახსნან ქართული თქვათ ბრიუსელი იქნება, პარიზი იქნება თუ ნებისმიერი ევროპულ ქვეყანაში და ნუ პროდუქცია გამოიტანონ და გული მიგვტება როდესაც უყურებ როგორ იცლება სოფლები და როგორ აქვს დედანატირები საქართველოს. საქართველოს მიწათმოქმედების ქვეყანა იყო სულ დამაგრებული იყო, ჩვენ არ ვიყავით მომთაბარეტომები, ხო? ჩვენ ვიყავით მიწაზე მიმაგრებული ადამიანები, ქონდა ჩვენი სამშობლო და ვიყავით მიწათმოქმედები და აი ნახეთ რა, ყველაფერი იყიდება და სხვადასხვა ესეც მაქვს ჩაწერილი აქციონის მაღაზიაში ქართული პროდუქცია, ქართული თხილი იყიდება. ესე იგი, სადაც თხილი შემოვიდა და მოინდომენ, შეიძლება ვაშლის შემოტანა, შეიძლება მანდარინის, პორტოხის, ნუ ყველაფერი აქ ახლა რაცაა განლაგებული, ყველაფერი მოდის ჩვენთან, ყველაფერი შეიძლება მოიყვანო ხარისხიანად, ბიო პროდუქცია და შემოიტანო და გაყიდო და მიცე, ამოასუთქო მიწაზე მშრომელ ადამიანებს, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ამოასუთქო და გული მიგვტება კიდევ რომ აი ჩვენი პროდუქცია თქვა ნატახტარი იქნება ეგი თუ ბორჯომი იქნება თუ ღვინო იქნება გერმანიაში ისხმება და გერმანიიდან შემოდის აქანე. რა არის ბოლო-ბოლო ერთი ხაზის გაკეთება ამნაირი. და აი რა არის ეს? აი ესა ხელისუფლების ნოლი ყურადღება ამ საკითხისადმი და იმ ბიზნესმენებისადმი ყურადღება რომელიც ფულს შეულობენ ან ქართველების კისერზე და ფეხებზე არ კიდიათ დედააფეთქებულებს. აი ეს არის ტრაგედია. ტრაგედია კიდევ ერთხელ მოგიწოდები. ლიდი ახალ მაგარი ორი ნაბიჯი ხართ თუ რაც ქვიათ კიდო დამავიზდა უე თქვენი სახელები რომელი მაღაზიებიც ხართ. ხო, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველა ეს აბსოლუტურად აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, არაბი, ჩეჩენი, რუსი, უკრაინელი ყველას აქვს მაღაზიები, აბსოლუტურად ყველას აქვს.